ხო, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში არის ის, რომ აღმოაჩინეთ, რომ მიუსაფარ ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. კადრები, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მე მგონი ამ კადრებმა აჩვენა, რომ ჩვენ უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ემოციურად დაზიანებულ ადამიანების მხრივ და არა მიუსაფარი ძაღლების მხრივ. აბსოლუტური ისტერია, რომელიც ჩვენია რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც ჩვენია ზოგიერთ ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მე მგონი ეს პრობლემა უფრო დიდად დაგვანახა, რომ ჩვენ ყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება, მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად დავეხმარებით, ვერც ვერანაირად ვერ დავეხმარებით, მათ სჭირდება სხვა სახის დახმარება. ის კადრები კიდევ ერთხელ რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ქცევა, შეჭრა, თავდასხმა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას და მაშინ, როდესაც თან ამ ყველაფერს მოწმედად საზე აკეთებენ, ცდილობენ რომ ნახეთ ჩვენ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ყველა საკითხთან დაკავშირებით და კარგია რომ კიდევ უფრო დეტალურად საათობრივად ხდება ნახეთ თქვენს განცხადებები მითითება სად როგორ რანაირად ვის რომელი ძაღლის აყვანა ხდება რაზე დამუშავება სად ხდება დაბრუნება იმდენად არაადეკვატური ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების ასე ვთქვათ გამოქვეყნებაც არის გახდა საჭირო. კიდევ ერთხელ ეს კიდე ერთი საფნის ბუშტი რომელიც გაუსკდა ხელში რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ შევჩა ხელში ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურად ვერაფერს ვეღარ უშველით, მათ უცოდავს სხვა სახის დახმარება სჭირდება.